მგზავრები ნაინო ქოშიბაძე და ბარბარა ხარხელი. გთხოვთ სასწრაფოდ გამოცხადდეთ მეორე გასასვლელთან. მე ნაინო ვარ თბილისიდან. მე ბარბარა პარიზიდან. ჩვენ უკვე 2 წლეულია საუკეთესო მეგობრები ვართ. ამ პოდკასტში ყოველ კვირა ვშელობთ ცხოვრებაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს და ვცდილობთ გადავრჩეთ. პირველ რიგში ეს ჩემი საყურეების დღევანდელი არის ინსტაგრამზე თუ რაღაცაზე რენდომად ნანახი საყურეები. ჩემი მეგობრის საჩუქრები მინდოდა, მაგრამ იმის რაღაცა ძალიან არ ვიცი სპეციალ იმისთვის მინახავ შემთხვევისთვის და თან არ უხდებოდა ჩემს მაისურს, რომელიც არის ესეთი. და ვიყიდე ტაილანდში რომ ვიყავი, იქ თურმე აღმოჩნდა რომ ეს მაისურების რაღაცა ეს აქვთ. არ ვიცი ქვია წარმოება თუ რა, მაგრამ აი ესეთი რაღაცა სხვადასხვანაირი სასაცილო პრინტია, რომელიც მე ძალიან მიყვარს, მოგეხსენება. ძალიან ესა ბევრი რაღაცაები მაისურები იყო და რაღაც ჩანთაც ხო ვიყიდე რომ გიყვებოდი უცნაური და მოკლედ ძალიან საჩემო აღმოჩნდა იქაური შოპინგი 1000 მაიმუნობის. ხო და ამიტომ არ უხდებოდა ამ ჩემს მაისურს და დღეს ესენი გავიკეთე, რომელიც გამახსენდა რა სადღაც Facebook-ზე ვნახე ვაირალ იყო და მე ჩინური საიტიდან ტაობაოდან სალხოცნა გამოვიწერე. და ინგლისურად ორჯერ მეკეთა. ვინც ვერ ხედავს, ნაინოს უკეთია ალუბალი თხრები. მართალია, ძალიან გავს ნამდვილ ალუბალს. დამაუწყდა რომ ვიკეთებდით ხოლმე ყურებზე. კი, ესე გადმოკიდებული მქონდა ჩემი საყვარელი გასართობი. ხო და დამავიწყდა ჩვენი ისა იმდენად გადავედი ამ ვიდეო ფორმატზე, რომ გაჟღერება მავიწყდება ხოლმე რაღაცებისთან. მე ჯერ კიდევ აუდიო ფორმატზე ვარ ჩემ ტვინში. კი, ვიღაცამ უნდა იმას შეინარჩუნოს ტრადიციული პოდკასტინგი უნდა დავაბრუნოთ რა. ხო და ბარბარა დაგვიბრუნდი, გელოდებოდით მომენატრა შენთან ჩაწერა და პირველ რიგში კითხავ როგორი კმაყოფილი ხარ ჩემი და საბასი, აბა როგორ გასახელეთ? ძალიან კმაყოფილი ვარ, გუშინ მოусმინე ბოლო ეპიზოდს, ესე გადავდეთ თვალყურს და ძალიან კარგია, როდესაც შედი პოდკასტი უშენოდ ცხოვრობს. და უცბად რომ პოდკასტის აპლიკაციაში მომდის, duty free talks-მა ახალი ეპიზოდი დადო. და აი ძალიან და შენ ამ დროს შვებულებაში ხარ. მე ამ დროს ხო რაღაცა არაფერი არ გამიკეთებია და აი ეს არის ისა რა მენეჯერობის და დელეგირების ხიბლი. ეგრევე რომ შეიტენა. ოკეი. არა მე არაფერი არ დამიდელეგირებია და არ დამიმენეჯერებია, მაგრამ მაინც რაღაც თავისით რო კეთდება რაღაცა შენ გარეშე ძალიან სასიამოვნოა. მაგრამ მინდა გითხრათ ძალიან მომენატრა შენ ესეთი რაღაც ტრადიციული ჩვენი ეპიზოდები და ველოდებოდი, როდის დაბრუნდებოდი, რომ რაღაცებზე გველაპარაკა. მართალია, ბოლო პერიოდში იმდენად ისე ვართ ორივე არეულ-დარეულად, რომ ისევე დაგიგმილად და ღრმად ფილოსოფიურად ვერ ვიცლით ხოლმე რაღაცებს ვისაუბროთ, მაგრამ მე მგონი მაინც იქნება რაღაც თემები და მაგრამ პირველ რიგში მაინტერესებს როგორ დაისვენე, რა ხდებოდა შენ ცხოვრებაში, ბავშვები როგორ არიან და მაპდეიტი, იმიტომ რომ ისედაც არ გველაპარაკია. ბავშვები ჯერ არ არიან, ჯერ კიდევ მუცელში არის მეორე. ხო, მაგრამ ისე მუცელში რა შვება. მუცელში კარგად არის, ველოდები აწი უკვე ნებისმიერ დროს, იდეაში მაისის ბოლოს, მაგრამ აწი უკვე ნებისმიერ დროს რომ მოვიდეს, არავის არ გაუკვირდება, ასე რომ ესეთ მზადყოფნაში ვარ, ვემზადები ბავშვისთვის. ამასობაში ვცდილობ რომ თინასთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო, რომ მოვისურვილო ჩვენი მარტო ყოფნა, იმიტომ რომ მალე ყოველთვის მესამე იქნება ხოლმე ჩვენ შორის. და იქ ცოტა წინასწარ ცოტა მანერვიულებს რომ ანუ მას მოვაკლებ ხა ფიზიკურად შეუძლებელია სხვანაირად ყურადღება მოაკლდება. ამიტომ ვცდილობ რომ ხა დავაკომპენსირო, მაგრამ მე მგონი უარეს ვაკეთებ, იმიტომ რომ ხა ისე მივეჩვიეთ და მივეწებეთ ერთმანეთს. იმიტომ რომ ადრე გამომყავს სკოლიდან შედარებით, ან ბევრ დროს ვატარებთ ერთად. რომ მე უფრო რთული იქნება თქო, ვფიქრობ ეს სეპარაცია. მაგრამ no whatever, ასე გვიგრძნობს გული და ასე ვაკეთებთ.
დასვენება კარგი იყო ორი კვირა. აქ ყოველ ორ თვეში ერთხელ ორი კვირა დასვენება აქვთ ბავშვებს სკოლაში. ანუ ოქტომბერში ორი კვირა, მერე ახალ წელზე ორი კვირა, თებერვალში ორი კვირა, აპრილში ორი კვირა და მერე ზაფხულში ორი თვე, ანუ ივლისი და აგვისტო. ანუ ბევრი ის უწევთ ძალიან. და მასწავლებლებიც ისვენებენ მაგ დროს. კი, ან მასწავლებლებიც ისვენებენ, მაგიტომ ითვლება აქ ძალიან კარგ ქალისთვის ძალიან კარგ პროფესიად მასწავლებლობა, იმიტომ რომ შესაბამისად ბავშვებსაც რახან იგივე ტარდადეგები აქვთ, ბავშვების დატოვების პრობლემა არასდროს არ უჩნდებათ რა, ვინც მასწავლებლად მუშაობს. და ყველა დანარჩენი ადამიანისთვის, ანუ გამოდის რომ ბავშვებს აქვთ რამდენი გამოდის 16 კვირა დასვენება და მშობლებს 5 კვირა გვაქვს დასვენება, ანუ შვებულება ოფიციალური. და აი რის იმედზე არის სახელმწიფო, არ ვიცი, დანარჩენი სად მიდიან ეს ბავშვები, ანუ ვის იმედზე ყავს, არ ვიცი. ბებია ბაბუების. ბებია ბაბუის იმედზე, ხო, და ნუ ახლა ვისაც გაუმართლა და ახლოს ყავს მშობლები, ან მოცლილი მშობლები ყავს, ან იმიტომ რომ თან ზოგიჯერ პენსიაზეც არ არის გასული, პენსიაზე თუ არ არის გასული, ახლა რას მიხედავენ ბავშვებს. თან ეს გადაგვარებულ ევროპაში ისე კი არაა ჩვენთან სუროცალია ბებია ბაბუებს ბავშვების. ხო, მან აზრზე არ ვარ როგორ არის, მაგრამ მან მგონია რომ კიდე უფრო არის ეს უფრო ადრე აჩენენ ბავშვებს და შესაბამისად ჯერ კიდე პენსიაზე არ არიან ხოლმე ბავშვების ო, დროს. მაგრამ ჩვენთან მე მგონი რაღაცნაირად ძალიან ეს არის დაუსწრებლად ითვლება, რომ აუცილებლად უნდა დაგეხმაროს მშობელი რა და ანუ არც კი განიხილება, რომ იმ ბებია ბაბუას თავის პირად ცხოვრება აქვს და შენ გეგმებზე არ არიან აწყობილი და 24/7-ზე არ არიან ის რა ქვია ხელმისაწვდომი მისთვის, რომ შენ ბავშვებს ებასქან რა ქვია მიხედან და რაც ნუ ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მასე მეტყველებს რამდენად რაღაც ასაკის მერე ანუ ბებია ბაბუობის ასაკში შედიხარ როგორ ხელის აღება გიწევს შენ ცხოვრებაზე არა და ამ დროს შეიძლება სადღაც დასასვენებლად გინდოდეს წასვლა და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა რომ მე ანუ ძალიან მომწონს ზოგადად ეგ ოჯახების დახმარების და რაღაცის თემა და ჩართულები როცა არიან ბავშვსამზადში, მაგრამ იმდენად არა როგორც აი ჩვენთან ძიძის როლს ითავსებს ხოლმე ბებია ძირითადად რა თქმა უნდა და ცოტა ეს არის too much არის რა. ხო, არ ვიცი, რაღაცა ჩემ საახლობლოში მან ბევრი მშობლები მუშაობს, ხა ჩემი მშობლები ჯერ არ არიან პენსიაზე, თამთა მშობლები არ არიან პენსიაზე. ბევრი ისე არის, რა თქმა უნდა ეხმარებიან ხა მაქსიმალურად, მაგრამ არ ვიცი, ვეღარ მივადებდი თვალი მე მაქედან რომ წამოვედი, ჯერ კიდე არავის არ ყავდა მე მგონი ბავშვები და არ ვიცი რა ხდება. მოკლედ ევროპელი ბებია ბაბუები ძალიან არიან დასახმარებლად, მაგრამ ეს არის ანუ გამართლებაზე აქაც არიან ვიღაცები, ვინც მართლა პენსიაზე გავიდნენ თუ არა დაუთმეს მის მთელი ცხოვრება შვილიშვილებს, იმიტომ რომ დათ და საკმაოდ ბევრია ისეთი ნას კლასში, რომ ეხლა ადრე რო გამომყავს ხოლმე, ეხლა სულ სხვა კატეგორია გავიცანი ხალხის რა, იმიტომ რომ მე გვიან რო გამომყავდა ხოლმე, ანუ გახანძლებულში ვტოვებდი და იქ სხვა, ანუ ეს მომუშავე მშობლები მოდიოდნენ ხოლმე საღამოს 6-ისთვის, 6-დან 7-ის ნახევრამდე და იმათ ხედავდი, იმათ ვიცნობდი და ეხლა მივდივარ 5-ის ნახევარზე, როცა სკოლა მთავრდება რეალურად გახანძლებულში არ ვტოვებ და ეხლა სულ სხვა ვიღაცებს ვხედავ და ეს სხვა ვიღაცები ძირითადად არიან ხოლმე მაინც ბებია ბაბუა. მე და ბებია ბაბუები პარკში მივდივართ ხოლმე ბავშვებთან ერთად. ხო და რომ რაღაცებს მე ვლაპარაკობთ ხოლმე ხარ თქმა უნდა და ნუ პენსიაზე არიან და ძალიან აქტიურად ჩართულები არიან ბავშვების აღზრდაში რა, ანუ ძალიან ხშირად გამოყავთ, ეს არ დადეგები რო არის ორ კვირიანი, ერთი კვირა მაინც თავისთან მიყავთ. და მოკლედ რა, ზოგს ძალიან გაუმართლა, ცოტა მეხარბება ხოლმე ეგ, იმიტომ რომ ჩვენ ხა ჩემი მხრიდან საქართველოში არიან ჩემები და ჯონტანის მხრიდან ჯერ შორს ცხოვრობდნენ და ეხლა ახლოს გადმოდიან, მაგრამ ეგეთ ჯერთ რომ 6 შვილიშვილი, ანუ ეხლა 5 ყავთ და მალე მე 6 ეყოლებათ და ეგრე მარტივად ვერ გაანაწილებენ ყურადღებას რა. და პლუს ამას ძალიან ეგეთი ჩართული ბებია ბაბუაც არ არიან და მოკლედ ჩვენ ცოტა ესე უპატრონოდ გვგზნობთ ხოლმე პატრონი არა გყავს. მაგრამ ხო არა საკმაოდ ჩართულები არიან ევროპა ეძახე და ბებია ბაბუები ძალიან ყოჩაღობენ აქაც. შვენიერი, ანუ რამე განვიხილავთ ევროპელ
ვებია ბაბუებს და ის არის. მაგის გამო უარი არ ვთქვა. არა, ოჯახის ფასეულობები ამათ რო აქვთ გადაცვალე, არ ვიცი, მე საქართველოში ხშირად არ მინახავს ხოლმე ეგრე. რა ცოტა სხვანაირი აღქმა გვაქვს მე მგონი, მაგრამ მართლა ეს ოჯახი ხშირად ერთმანეთის ნახვა, ანუ დღესასწაულებზე სულ ერთად ყოფნა და ასე შემდეგ და ასე რომ და ეს კულტურულად ძალიან მნიშვნელოვანია. ირგვლივაც არიან ეს ოჯახები, ვინც ოჯახობენ და დღესასწაულებზე და რაღაცებზე, მაგრამ დინამიკა არის კიდე ცოტა სხვანაირი რა, რაღაც მოკლედ ბევრი განსხვავება ურთიერთობის ფორმებში და საზღვრების დაცვაში, მაგალითად, ისე რომ ძალიან არ შემოიჭრან შენ პირად სივრცეში და ისი ამოვნო იმ დროიდან შენ წინა ეპიზოდში ყვებოდი რომ ჩხუბობენო, მაგრამ ის ჩხუბი კიდე სხვა თემის ჩხუბი არის რა და დარწმუნებული რომ ერთმანეთის პირად ცხოვრებაში ჩარევის ჩხუბი არ არის, ანუ უბრალოდ რაღაცა მსოფლმხედველობა არ ემთხვევა, რაღაცაზე დისკუსია, ანუ ჩვენთან არც ეგ კონფლიქტი არ არის, მაგრამ თან ეს არის ბარა შინაარსიანზე თითქოს არაფერზე არ ვლაპარაკობ, წინაზეც განვიხილავდით მაგას და საბასთანაც რაღაც გაკვირით საუბრობდით მაგაზე, რატო შეიძლება იყოს ეგრე, რომ ჩაკეტილები ვართ თუ რაღაც მაგ მხრივ. მოკლედ ესე იგი ოჯახური ფასეულობები ევროპაში არის. არ გავირყვნებით. და რამეს ვისწავლით ამ ყველაფრიდან. ნამდვილად. ხო და შვებულებაზე რა ქენი? შვებულებაზე ცოტა წარუმატებელი იყო 2 წელი ასეთიზეთ უკვე წარუმატებელი შვებულებები გვაქვს აპრილში, იმიტომ რომ აპრილში ევროპაში მოკლედ ცივა რა. ანუ არაფერი ეგეთი არ დაგეგმოთ, არაფერი ზღვასთან დაკავშირებული ან მზესთან დაკავშირებული, იმიტომ შეიძლება გაგიმართლოთ, მაგრამ ძირითადად ჯერ კიდევ ცივა. წინა წელს ხო იტალიაში ვიყავით წასულები მთელი აპრილი და დავდევდით მზეს. სულ სამხრეთით ვიარეთ რომ სადმე მზე გამოგვეჭირა და სითბო, მაგრამ სიცილიაში ყველაზე ბოლო წერტილში ჩავედით და იქაც კი არ იყო საკმარისი სითბო. წელს საფრანგეთის სამხრეთით წავედით. ანუ ხმელთაშუა ზღვის მასე სანაპიროზე. და ესე იგი 7 დღიდან 6 დღე წვიმდა. ვერ გავედით სახლიდან ფაქტობრივად და ის ერთი დღე იყო მარტო მზე და ვიცით ახლა მზე კი იყო, მაგრამ ისეთი სითბო არ იყო, რომ ზღვაში შევსულიყავით. მაგრამ როგორც მინიმუმ გავისეირნეთ მაინც რა. ამიტომ ძალიან წარუმატებელი იყო ჩვენი. ეხლა კემპინგში არ იყავით, ხო? კემპინგში ვიყავით, ოღონდ ცოტა სხვა ფორმატში, რაღაცა 5 ვარსკვლავიანი კემპინგი და პატარ-პატარა სახლუკები რო დგას რა, ბუნგალოები არ ვიცი, ხო, მე მგონი. პატარ-პატარა კოტეჯებივით. ძალიან კომფორტი, ყველაფერი გაქვს რა, შინთან სახლს ქირავ ფაქტობრივად. ხო, ან შარშან როგორც იყავით იმავე ფორმატში. არა, შარშან იმით ვიყავით. ვენით იყავით. კემპინგ ვენით ვიყავით და იმაში ვrčებოდით. არა, ეგ ბევრად ძალიან დისკომფორტი იყო და ეხლა ძალიან კომფორტში, ანუ სახლი გაქვს ნაქირავები და პლუს ამას უბრალოდ კემპინგის ტერიტორიაზე ხარ, რაც ნიშნავს, რომ მთელ მათ facility-ზე გაქვს წვდომა და კიდევ კარგი რომ მაინც გავთვალე წინასწარ რომ შეიძლება და სუდი ამინდი ყოფილიყო და ისეთი კემპინგი ავარჩიე რომ შიდა აუზი ქონოდათ. აუზზე მაინც მივდიოდით ხოლმე ყოველდღე, ანუ თბილი აუზი იყო და თინა ერთობოდა. შესაბამისად ანუ რაღაცა მაინც გავაკეთეთ. და ამ კემპინგებზე ასევე აქტივობებია რა, ანუ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, 3 წლამდე პატარა ბაღივით არის, რაღაც 3-დან 6-მდე შესაბამისი რაღაცა აქტივობები, 6-დან 12-მდე და ასე შემდეგ. რა ყველასთვის რაღაც აქტივობებია ყოველ დღე, როგორც მინიმუმ 2 საათიანი, ხანდახან 2 საათიანი და ჯამში ანუ ბავშვები ძალიან კარგად ერთობიან რა. იმიტომ ჩვენ ჯანტანის ძმისშვილებთან ერთად ვიყავით და დიშვილთან. და მათ კატეგორიაში 6-დან 12-ში ძალიან ბევრი რაღაცა იყო საკეთებელი, ყოველდღე 2 აქტივობა იყო და მეგენი არ გვინახავს ფაქტობრივად რა, სულ რაღაც აქტივობებში იყვნენ და როგორც მინიმუმ ისინი გაერთნენ თინაც ასე თუ ისე ამ თავის ბიზაშვილ მამიდაშვილებთან ერთად მაინც სულ როსახში გამოკეტო ეგენი მაინც ერთობიან, იმიტომ რომ ერთმანეთთან არიან და რაღაცა ან ბურთს ითამაშებენ, რაღაცას ითამაშებენ. მოკლედ როგორც მინიმუმ ბავშვები გაერთნენ. ჩვენ ვერ გავერთეთ, ანუ ვერ გავედით რეალურად რა დიდად სახლიდან. და თან მანქანით წავედით და ძალიან შორს არის. ანუ რამდენი ხანი ვიყავით გზაში. ჯამში წასვლიან წამოსვლიანად
არა, ესე იგი, გავაკეთეთ პატარა პაუზა, იმიტომ რომ ამდენი ხანი მგზავრობა არ შემიძლია ამ ხელამუცლით. შესაბამისად, ჩავედით სადღაც შუამდე 6 საათი მოვანდომეთ იქ და გავაღამეთ. მეორე დილით წავედით კიდე 7 საათი მოვანდომეთ, ან 13 საათი გზაში და ერთი ღამე. იმისთვის რომ იქ ერთი კვირაწვიმაში ვყოფილიყავით და მე უკანაც იგივე. უკანაც იგივე 6 საათი გაჩერება და 7 საათი. ამ ძალიან შორია სამხრეთი რეალურად აქ რა, მთელი ქვეყანა უნდა გადაჭრა. ხო და არ ვიცი ძალიან დამღალა მაგ ერთმა კვირამ მე ჩამოვედით რამდენიმე დღე აქ გავატარეთ და მე კიდე წავედით 5 საათის გზაზე ოღონ დასავლეთისკენ ბრეტანში ჯონატანის ბებიის მოსანახულებლად იმიტომ რომ მივხვდით რომ ძალიან დიდი ხანი ვეღარ ვნახავდით იმიტომ რომ უკვე ესეც კი ამაზეც კი სამშობიაროში ძალიან თითი მიქნია ეს რომ ესე გვიან მივდიოდი ანუ თითქმის ერთი თვე მქონდა დარჩენილი გაჩენამდე და წავედი რაღაც ძალიან შორს 13 საათის გზაზე სამშობიაროდან მანქანით და აუცილებლად წაიღეო ყველაფერი რაც გჭირდებაო ანუ maternity რა სამშობიაროს ბები აქალიც წაიყვანე ყველაფერი წაიღეო იმიტომ რომ რამე რო იყოს იქვე რო გააჩინო რა მივხვდი რომ არაფერი მომზადებული არ მქონდა იმიტომ რომ გადავაბი მეგრევე სტაჟს მოვრჩი თუ არა მეორე დღეს ვეწავედით ჩვენ არაფერი არ მქონდა მომზადებული მეთქი მე გავაკეთებ მაძლივს დავფაფხურდი გავაკეთეს პატარა ჩემოდანივით რაღაც სამშობიაროსთვის რომ წამეღო იქ წამოვაპროციალე მე ამ ბებიას შეპირებული ვიყავით რომ მაისში ძალიან ბევრი ისინი აქვს ყოველ მაისს ბევრი დასვენების დღეებია და ხშირად ემთხვევა ხოლმე შაბათ კვირაზე გადაბმა შეგიძლია რა ანუ გრძელი ვიკენდის გაკეთება შეგიძლია ჩვენთანაც ეს არის კარგად ემთხვევა ძალიან კარგად გამოვიდა 4 გრძელი ვიკენდი გამოდის იმიტომ რომ 5 შაბათობით არის 3-5 შაბათი არის დასვენება შესაბამისად ყველას აღებული აქვს ეს რა ხიდებს ეძახიან და ვიფიქრეთ რომელიმე ხიდზე წავალთ თქო და ანუ რომ სამშობიაროში რომ ითხრეს რომ გიჟი ხო არ ხარო ეხა კიდე ორი კვირით ადრე გაჩენამდე კიდე სადმე თუ აპირებს წასვლას და მეთქი ოკეი კაი ეთლისტ იმავე კვირასვე მოვაყომარებთ თქო და წავედით მოკლედ ბრეტანში ჯონატანის ბებიასთან თან ძალიან მოხუცებულია უკვე 90-ს მიუკაკუნა და აი ყოველჯერზე ის გვაქვს ხოლმე რომ აი რა ვიცი არ ვიცი როდის ვნახავთ კიდე და რეალურად ეხლა ბავშვი რო გაჩნდება მალევე ვერ ვიპროციალებთ მარტო ცხოვრობს თუ როგორ შემოშია თუ რა ესე იგი აქ ცხოვრობდა მთელი ცხოვრება და ბოლო 5 წელია თუ რაღაცა გადაცხოვრდა თავისი შვილის ანუ გოგო ყავს კიდე ერთი ანუ ჯონატანის მამის დედა არის ეს და ანუ ჯონატანის მამიდასთან რომელიც ასევე საზღვაო ქალაქში ცხოვრობს ბრეტანში ძალიან მოეწონა ის ადგილი რა და ამბიანსი და მეზობლობა ასე შემდეგ და მოძებნა იპოვა იქვე ზუსტად თავისი შვილის გვერდზე სახლი თავის შვილის სახლში ცხოვრობს და გვერდზე სახლი ქირავდებოდა რა აღონ ძალიან პატარა სახლია რაღაც პატარა სახლები არის 60 კვადრატია თუ 70 კვადრატია უპატარავესია და პატარა ნაკუწი აქვს იმისი მიწის ხო და მაგას ქირაობს რა და იქიდან უკვე ვეღარ მოძრაობს მარტივად ჯერ კიდევ მანქანა დაყავს მინდა გითხრა მაგრამ ხა პარიზამდე ვერ ჩამოახტებს რა იქვე და 8 საათი ისიც ვერ იმზადე დაახლოებით ერთი და იგივე სიტუაციაში პარიზში ჩამოსვლები უკვე უჭირს მაგრამ ხო ჩვენ ჩავედით და ძალიან გაუხარდა და აი არ მინდოდა რომ იმედი გამეცრუები ამისთვის ძალიან მიყვარს ეგ ხალი ასე რომ ჩავედით პარასკევს დილით და ჩამოვედით კვირას საღამოს და აი საქართველოში რომ ყოფილიყავით 4 საათი და ნებისმიერ წერტილში იქით-აქით თელ საქართველოს გადაფარო ნამდვილად ეგეც ხო მართლა უმაქსიმუმესი მაგრამ კარგი იყო მაგრამ ისევ და ისევ კაი ამინდი იყო რომ მივდიოდით და რომ ჩავედით წვიმა დაიწყო და რომ წამოვედით გამოვიდა ამინდი მოკლედ ამინდის ღმერთები გამწყრალები არიან ჩვენზე ბოლო 2 წელია მაგრამ მე ვამბობ რომ ყველაფერში ხო არ გაგვიმართლებს ცხოვრებაში და არაუშავს რომ ამინდში არ გაგვიმართლოს ამჯერად რომ მარტივად გადავიტანეთ შემდეგი ეპიზოდი სამშობიაროსთან რომ ჩავწეროთ ზელოდები და ეხლა ბარბარა გაიხსნა 4 დიდზე აბა როგორ არის შემოდის რაღაც შეიძლება ეგ შესაძლებელია იმიტომ რომ იმას რა ქვია ამ გაუტკივარებას გიდგამენ თუ არა მას მე უკვე მე მორჩა რა მე უკვე ძალიან
ძალიან ო, კაია ძალიან ცხოვრება. კაი ხდება. და მაგრამ მე მეძინა წინაზე, რამდენი საათი მეძინა? 6 საათი მეძინა, იმიტომ რომ ანუ გაუტკივარებაზე ვიყავი და საათში ერთხელ შემოდიოდა ვიღაცა რომ შემოწმებია რამდენიც ვიყავი. და ანუ ეს მაგრამ შუალედებში სულ მეძინა და ამ ძილის მაგივრად შემიძლია პოდკასტი ჩავწერო. ძალიან დახილით ვარ ვიქნები. ასე რომ მაგ შენ ნივთებში ლეპტოპი, მიკროფონი. აუცილებლად ანჯელას გამოვაგზავნე. წამოიღე, მიდი წამომიღერდი. პირველი პოდკასტი ვიქნებით, რომელიც თან, ანუ ესე საერთაშორისო კავშირით და თან სამშობლიაროდან ჩაიწერება და გავაკეთოთ ეგ. კომპიუტერი გამიჭირდება, მაგრამ მობილურით მართლა შეგვიძლია ჩავწეროთ პატარა ეპიზოდი. ზარე. გააჩნია დღის რა მონაკვეთში იქნება წინაზე, იმიტომ მეძინა მე მგონი რომ ღამე დაემთხვა და თან ძალიან გამიგრძელდა ეს მშობიარობა მანამდე. მაგრამ მეორეზე ამბობენ რომ უფრო სწრაფად და მარტივად ხდებაო და თუ დაღლილი არ ვიყავი, შეიძლება რომ ჩავწეროთ ეპიზოდი. всё, დაგეგმილია. ასე რომ ხალხო, ელოდეთ. ლაივი მშობიარობით ტრენთან პოდკასტებში მოვყვებით ყველაფერს. აი, ეხლა თავი გამოჩნდა და ჩვენ ეპიზოდს როწერთ. მაინც ანუ ჯერა მეორე ბალღი. მეც არ მჯერა კი და შიგადაში რო გავიაზრებ, ხოლმე ჯერ მართლა ვერ ვიაზრებ. რაღაცა ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი ეს სტაჟირებაში ძალიან გართული ვიყავი, მე ამშობლობაში ვიყავით, მე რაც მოვრჩი სულ რაღაც სახლის აღარ დაგროვილი რაღაცა და რაღაც ძალიან სწრაფად გავიდა და შიგადაში საღამოს რო დავწვევი ხოლმე და აი უცბად რომ რეალობა სახეში რო შემოგიტყაპოდებს რომ ვაიმე ორ კვირაში მაქსიმუმ 3 კვირაში კიდე ერთი ადამიანი იარსებებს აქ და აი ძალიან პანიკაში ვარდები ხოლმე უცბად პანიკა არ გექნება პანიკის დრო არ გექნება ამიტომ ეხლა აი მე არ გექნება მაგრამ მანამდე შეიძლება იპანიკო არა ნუ მე ვერაფერს ვერ იცავ ხო არა ვერაფერს ვერ ვიზავ ნახო უცნაურია რომ ეს დაირღვევა ჩვენი იდილია და დაემატება ერთი ადამიანი რომელიც პირველი ერთი წელი იქნება მოწეპებული ისევ ჩემზე ალბათ. ანუ ყველაზე უკვე მეორე წრეზე ხარ წასული, რომელ წრეზე დაგეციოთ, არ ვიცი და მანამდე თან გადაწყვეტილება მაქვს მისაღები საერთოდ ბავშვთან დაკავშირებით. რაღაცნაირად დავსინქრონოთ. ო, ზუსტად არა, ჩვენც კაი, მაინც ჩვენ ძალიან დიდი სხვაობა გამოგვდის ახლა ჩვენ მეგობრებთან, ზოგს უკვე ბევრად დიდი შვილები ყავს, ასე რომ მეც ეგეთი შეგრძნება მქონდა ხოლმე რომ ძალიან შორს ვიყავი. მაგრამ თან შენი ბავშვები არაფერში არ მარგია. მე ვინმე ადგილობრივად ჩერდება ისთანაც ვამეგობრებ, ამიტომ მოკლედ ჩვენთან აღარ შევათანხმებ არაფერს. არ შეათანხმო არ. შენ როგორ ხარ, აბა? შენ მომიყევი შენი ამბები ჩვენთ მართლა საუკუნე არ გველაპარაკია ამასობაში. ჩემ იმაში რეალობაში არაფერი დიდად არ შეცვლილა. გუშინ მარშზე ვიყავი. რომელიც ისნის მეტროდან დაიწყო და რაღაც შესაძლოა შენობამდე ვიარეთ და ძალიან კარგი მარში იყო, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ხდება ხოლმე სულ ან ცენტრალურ უბნებშია და ნუ რუსთაველთან რაც ახლოს არის და კავშირში არის და ეს გარეუბნებში მით უმეტეს რაღაცა დიდი მსვლელობები არ მოწყობილა და ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ რაღაცა დავინახეთ ყველა მისევ ერთმანეთი რომ მარტო რაღაც ერთ კატეგორიაში არ იხარშება მთელი ეს პროტესტი, მაგრამ გამოხმაურებებიც ძალიან სასაცილო იყო, რომ ხალხო ვიაროთ ან ცოტა ის ხალხი იყო, რომელიც პირველად მოხდა ისნის მეტროსთან და ხალხო ვიაროთ და რაღაც თითქოს გაკვირვებულები რო იყვნენ იმითი, რომ იმაში გარეუბანში ოპოზიციურად განწყობილი ხალხიც არსებობს და ძალიან სასაცილო იყო, იმიტომ რომ რავი, ანუ კონცეფცია სავსეა, საბურთალო კი არ რუსებითაც თან. ხო და შესაძლოა რომ არანაირი ურბანული მიკუთვნებულობა არ აქვს, იმას რა ქვია, საფხედველობას მით უმეტეს უკვე ეხლა, ანუ ჩვენ დროს ჩვენ რო სკოლაში ვიყავი და რაუბნელი ხარ და რაღაცებს მიხვდებოდი მაგის მიხედვით და ეხლა მით უმეტეს ანუ გაცილებით ნაკლებად არის ეგისა და ამიტომ ისაც ჯერ კიდევ მეგონი ჩარჩენილია ეგ მომენტები ძალიან გაოცებულია. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი იყო ის რომ მე ვარკეთილის მეტროში ჩავედით და იქიდან წამოვედით რუსთაველზე და ვარკეთილის მეტროში მე ძალიან დიდი ხანი არ ვარ ნამყოფი და ბოლოს ვიყავი მეირობის
იმას რომ ვიღებთ მონაწილეობას და ეგ გამახსენდა. ამდენი წლის მერე, ხო და იმიტომ რომ ის ვარკეთილისის თქვენთი იყო. კი. ის პონტი მანდარი. არა, იქით არის ვარკეთილშია. და მოკლედ რამდენიმე თვე მიყოლებით მიწევდა ვარკეთილში მეტროსთან სიარული და ის მაგზასაც ვიცნობდი და სამგორის მიდამოებს იმიტომ ვიცნობ რომ იქიდან გადის ასურეთში მარშრუტები და მანქანითაც ხშირად დედაჩემს რომ ტოვებ ხოლმე რაღაცა და მანამდე სანამ მანქანა მეყოლებოდა იქიდან დავდიოდი დავათრევდი ამ ყველაფერს ან მართლა ვერ ეხა რომ ვიხსენებ ვერც კი წარმომიდგენია რანაირად დავათრევდი ამ ძაღლის საჭმლის ტომრებს მივათრევდი იქ ვიყიდულობდი იქაც რაღაც ისინი ბევრი ზოომაღაზები და იქიდან მივათრევდი მომენტი მოკლედ კარგმა ცხოვრებამ კი თუ რითი დადიოდი რითი ათრევდი ხო და ხან ვიღაცა მეტაჭკეს დავიქირავებდი ან ტაქსს ქირავდი ხოლმე და ესე წრეზე მომიყვანდა და იქ გადმომატანინებდა რა და ის და მე მარშრუტით მიმქონა ხოლმე და მაგიტომ იმაში მაგუბანში გათვითცნობიერებული ვიყავი ხა და ისანშიც აი კიდე მარშრუტის ჩამოსვლა და რაღაცები და მოკლედ მაგეთ ხარეს აზზე ვარ რაღაცებს აი გლდანისკენ თითქმის არ მიწევს ხოლმე სიარული მაგრამ მოკლედ ეს ვარკეთილის მეტრო რომელიც პერიოდულად მეც მავიწყდება და ყველას ალბათ ვინც მით უმეტეს ისედაც მეტროზე არ დადეს და მით უმეტეს იქით სიარული არ უწევს გავს დაბომბილს იმიტომ რომ სადღაც მეგონი 7 წელია არემონტებენ და რო ჩავედით მე თვითონაც კი არ მახსოვდა რომ ესეთ მდგომარეობაში იყო და სულ მოღლეტილი არის რა აი ყველაფერი გატიტულებული არის ჩასასვლელი გვირაბი, მე შიგნითაც ყველაფერი მოშიშვლებულია და აი ფაქტიურად ხარ რაღაცა იმაში რა ქვია მაგ იმას რა ქვია ბომბსაწინააღმდეგო ბუნკერს გავს რა და მან მოკლედ პროტესტი გაგრძელდა ძალიან სამბეჭდავი იყო ძალიან ბევრი ერთი პროტესტიდან მომავალი ხალხი შეძახილებით და რაღაცებით და იმენ მეტროს ოკუპირება მოახდინეთ და ეს ვიდეოები და რაღაცები რო იდო მე დღეს და გუშინ რო ნახულობდი იქ ხალხი წერს და მე მგონი ემიგრანტები იყვნენ ძირითადად რომ ვერ ხვდებოდნენ რომ რატო გავს დაბომბილს ეს მეტრო და ეს რა არის და რაღაცას წერენ და ვიღაცები ვინც ანუ მეტროთიც არ სარგებლობენ, ვიღაცები ვინც ძალიან დიდი ხანია სარგებლობენ და მე თვითონაც მე მივხვდი რომ დამავიწყდა რომ ეგეთ მდგომარეობაშია მეტრო, რომელსაც 7 წელია რაღაც ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა და 7 წელია პირდაპირ რომ რეაბილიტირდება და ჯერ კიდე აი ისეთ საშინელ მდგომარეობაშია რომ მან ყოველ დღე მაგ მეტროში რომ მოძრაობ ძალიან მარტივია რომ დეპრესია დაგემართოს ადამიანს, იმიტომ რომ აი ამ მართლა იმას რა ქვია ბუნკერში მოძრაობ რა ალბათ რაღაცა შინელება ხო და ძალიან ის იყო ეკლექტურიც იყო რაღაცა მხრივ თუ არ ვიცი რა უწოდო ეს რა პროტესტი პლუს ეს მეტრო მე ხალხის ეს რეაქციები ამ მეტროს მდგომარეობაზე და ცოტა ალბათ იმის რა ქვია კონცეფტის ხარდამჭერებშიც დისონანსი იყო რომ თან ეს მეტრო არის და თან ეს პროტესტის მონაწილეები რომლებიც უნდა გამოვლანძღოთ ხო და ძალიან ის იყო რა ქვია სასაცილო რა მაგრამ ისეთი შავად სასაცილო ჩვენი ყოფა მაგრამ თვითონ მოკლედ მარში ძალიან შემაგულიანებელი იყო და მარშები ზოგადად მიყვარს იმიტომ რაღაც ისედაც შეიძლება გავდივარ სახლიდან ხო და სიარული და მოძრაობა და თან აი ეს ხალხი ფანჯრებიდან რო გიყურებენ ძალიან ცოტა იყო სხვა შორის ვინც ან შეიგინა ან რაღაც ის ქნაძირთან სულ ხარდაჭერის ისინი იყო რა ქვია გამოვლინება ან არაფერს არ ამბობდნენ უბრალოდ იღებდნენ და ეტყობოდათ რომ აი ისე არიან რა ცოტა ეშინიათ რომ ინტერაქციაში შევიდნენ იმიტომ რომ ხალხი დატერორებულია აზრის გამოთქმაზე და კარგი დღე იყო ემოციურად ძალიან შემავსო და ვინმე თუ გვისვენს ვინც დაღლილია იმიტომ რომ უკვე რაღაც 60 დღეა პროტესტი მიმდინარეობს და ძალიან ლოგიკურია რომ დაღლილი შეიძლება იყოს და რაღაცნაირად უიმედობაც იპყრობდეს მარშებში მიიღეთ მონაწილეობა გარანტიას გაძლევთ რომ ძალიან დადებითად დაიმუხტებით ერთმანეთს დაინახავთ მინიმუმ და თქვენ აზრის
თანამოაზრე ადამიანებისგან რაღაც მხარდაჭერას იგრძნობთ და კარგია. და განსაკუთრებით ესე გარემონებში, იმიტომ რომ მე მართლა არ მახსოვს ჩემი შეგნებული ცხოვრება, სადმე აი მაგეთ ის მაგეთ ხარის გარემონებში ისეთი აქციები რა და ეგეც იყო ძალიან ის რომ ხალხი ძალიან ინტერესით უყურებდა რომ რა ხდება. რა მოვიდა ჩვენამდე. ვიღაცებს ეს კითხულობდი, რასა პროტესტებთ? ეს ხალხი მიყვარს და ცოტა მშურს მათი ხოლმე, რომ რასა პროტესტებთ, რა ხდება? რა ძალიან კაი იდეაა გარეუბნებში მართლა ხო არის სულ რუსთაველზე. ხო, ანუ რუსთაველის ისეთია სტრატეგიული და მნიშვნელოვანი წერტილია, მაგრამ როცა ტელევიზია არ აშუქებს და შეიძლება ადამიანები არ უყურებდნენ იმედის გარდა არაფერს, მათ ყურამდე არ მიდის. მე მაგალითად ბევრი ადამიანი რომ ეკითხება ხოლმე, რა ხდება რუსთაველი კიდე იკეტება და ცოტა კი ბრაზდები თან, მაგრამ ნუ მესმის რომ შეიძლება ეს აქტურა თვითონ ვერ არიან ჩართული და მე ხო ყველა ნიუს რო სკროლავ და სამსახურეობრივადაც ისედაც რომ მჭირდება მაშინ საქმის კურსში ყოფნა და პლუს ისედაც გულო შემტკივა იმ ჩემს თავში იმხელა ინფორმაციული რაღაც ნაგელსაყრელი არის რომ მე თვითონ მიჭირს ხოლმე მაგის დახარისხება და მესმის რომ იმ ადამიანებისთვის თუ თან მით უმეტეს სოციალურ ქსელებზე აქტიური მომხმარებელი არ არის ცოტა რთულია მაგრამ თან ხანდახან თავიდან პირველი რომ მომწერენ ხოლმე რა ხდება იკეტება კიდევ რომ ცოტა ნერვები მეშლება ხოლმე და მე თავს ვიწყნარებ და მე პასუხობ და მე ვეუბნები მე ლინკებს ვგზავნი და მე რაღაცას ვუყვები და ვცდილობ რომ მოკლედ გავა თვითცნობიერო მაშინ პროტესტის არში იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანი ვინც პროტესტის შინაარს იზიარებს ჩვენი თანამოაზრეა და მნიშვნელოვანია რომ ერთმანეთი დავინახოთ ხო და ამ ვარკეთილის მეტრომ გამახსენა და წამიღო იმ დროში, როცა მერობის კანდიდატი ვიყავი. ის პოინტი. აუ ეს ძალიან კარგი ისტორიაა და მინდა რომ გამახსენო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ ხდებოდა და დეტალები აღარ მახსოვს. მაგრამ მახსოვს რაღაც მნიშვნელოვანი რაღაცა, რამდენიმე რაღაცა მახსოვს. ხო და მე ამ კამპანიაში აქტიურად. ხო და მე ბუნდონად მახსოვს ბევრი რაღაცაები, მაგრამ აი შეგრძნებები მაინც არ მავიწყდება ხოლმე, მაგრამ გუშინ მე რაღაცებზე აღვიდგინე რომ ეს რო წამოიღო ვარკეთილის მეტრო ნოსტალგია და მე ნოსტალგიას არ წამოვიღე, იმიტომ რომ საკმაოდ ის იყო სტრესულად ვუყურებ მაგ პერიოდს და ყველას ძალიან ხო სტრესულად გახსენე მე რაღაცა მახსოვს მეგონა რომ სახალისოდ გაგახსენებოდა იცი რა არის აი სახალისოდ რაღაცები მახსენდება მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი სტრესული სიტუაციები იყო რომელმაც საკმაოდ ბევრი რაღაცა განაპირობა ჩემს რაღაც სამომავლო გეგმებში კი არა, აი რაღაცებზე მოკლედ თვალი ამეხილა თუ რაღაც ესეთი შეიძლება რა, ცოტა გამასხივოს ნაცხვანაირად. ხო, თავიდან მოკლედ ზითი დაიწყო. ეხლა მაგითი მოვყვები. ჯერ ვინც არ იცის და ვიღაცებს შეიძლება ახსოვს, ვიღაცებს შეიძლება არ ახსოვს. მოკლედ 2000 რომელი იყო 18 სადღაც თუ უფრო ადრე, იმიტომ რომ 2018-ში აქ წამოვიდი. ხო, 16 შეიძლება. აი, სამწუხაროდ წინასწარ ეს არ იმას მექნია, რა ქვია, ვერ გავიხსენე, როდის რა იყო და ეხლა მაგაზე არ მოვწდები, რომ ეს ზუსტით არიღები ვეძება, მაგრამ მოკლედ იყო ალბათ 16 ხო უფრო და ახალი გახსნილი იყო შედარებით მე მგონი East Point-ი მაშინ ეს დიდი სავაჭრო ცენტრი ვარკეთილში და ჩემი ნაცნობის სააგენტო უკეთებდათ რაღაც იმას რა ქვია კამპანიას პრომოუშენისთვის და ჩემ ყურამდე მოვიდა მოკლედ ამ კამპანიის შესახებ ინფორმაცია. იმიტომ რომ მაგ წელში ვტრიალებდი და რაღაცა რომ გააზიარეს ეს ინფორმაცია და თან შევხედე რომ ჩემი ნაცნობ მეგობრები იყვნენ ჩართული ამ კამპანიაში მივხვდი რომ რაღაც სახალისო იქნებოდა საინტერესო და მაგ პერიოდში კარიერულადაც რაღაც ისეთ ეტაპზე ვიყავი რომ დიდად რო არის, აი ცოტა დაკარგული რო ხარ და არ იცი რის კეთება გინდა და ის გაქვს რაღაც ეძებ შენ თავსაც და ყველაფერს გარშემო და რაღაცეთ გადაწყვეტე რომ მეთქი ამაში მივიღებ მონაწილეობას თქო რა, იმიტომ რომ რაღაც სახალისო ჩანდა რაღაცნაირი
ისეთი სატირული ის პოლიტიკოსობა თუ რაღაც. ხო და მოკლედ გავაგზავნე, მაშინ მახსოვს ის იყო დოდისთან მივედი და ჯერ კიდევ დოლიძეზე ძველ სახლში ცხოვრობდა და დოდი დამეხმარა და გავაკეთეთ რაღაც სცენარი მოვიგონე, ანუ ის უნდა ვიდეო უნდა გადაგეღო რატომ ხარ მონაწილე რაღაც აღარ მახსოვს სადმე რომ მოვზებნა ხე ვიდეოსაც ვიპოვე ალბათაც არ დავიკრინჯები ხო და შევეცდები რომ რამე ჩავსვა იმაში ვიდეო ვერსიაში თუ ვიპოვე შესაბამისი და ისე არ შემცხვა ძალიან და ეს მოკლედ ის admission ვიდეო უნდა გადავეღო, რითიც ვამტკიცებდი რომ რატომ უნდა ავეყვანე ერთ-ერთ კანდიდატად და დოდი დამეხმარა, მოკლედ ოპერატორი იყო, თან რაღაცა ისედაც სცენარში რაღაცა ხუმრობების დასაუმჯობესებლადაც რჩევები მომცა და მოკლედ გადავიღე ეს ვიდეო და მოუხვდი ამ შესარჩევ რაღაც რამდენ ადამიანში, აღარ მახსოვს რამდენი იყო. მე იქ უნდა მოგემზადებინა გამახსენდა ეხლა რომ ის იყო რაღაცა სიტყვა იყო, მოკლედ რატომ იმაშვები რატომ უნდა შენ მოგცენ ხმად რაღაცა რა ეგეთი და იქ მახსოვს რომ ეხაც მახსოვს იმიტომ რომ მაშინ ნიშნულ მაგაშიც კი ცდილობდი რომ მაინც მეპოვა ესა რაღაც შინაარსი რა ანუ უბრალოდ ისე კი არ მესულიყავი რომ მე რაღაც მინდა რატომ მინდა და მახსოვს რომ იქ ძალიან ისე მეთქი თუ ვერ პოულობთ ჯინს რომელიც ტრაკზეც კარგად გაქვს და წელზეც რაღაც ერთი და მე უნდოდან მახსენდება და მე მახსოვს რომ ეს ტრაკი რო თქვი იქ იყო მთელი ამბავი რომ ტრაკი რატო თქვი და ნუ რაღაცა მოკლედ ამისინი და ეს მოკლედ სიტყვა მქონდა რომ იმიტომ რომ მაშინ მახსოვს რომ ჯინსის ყიდვა ძალიან დიდი პრობლემა იყო მაშინაც კი და ეხლაც ჯერ კიდევ არის მოკლედ ეს გადაკვეთის წერტილი ვიპოვე იმასთან პოტენციურ სამიზნე აუდიტორიასთან ვინ შეიძლება და შევი ამომრჩეველი ყოფილიყო და მოკლედ მე ისე დამთავრდა რომ გადავედი ამ იმაში რა ქვია სამეულში ვინც იყო კანდიდატები და ამ სამეულს უკვე სააგენტო რომელიც გეგმავდა ამ კამპანიას უკეთებდა თითოს საარჩევნო რაღაც ცალ-ცალკე კამპანიებს რა და ყველას ქონდა რაღაცა თავისი პროფილი და მე მახსოვს რომ ჩემი სლოგანი იყო მე დაგასვენებთ და ჩემი ესე იგი ის იყო რა ქვია პროგრამა რომ გამწვანება უნდა გამეკეთებინა მაშინ მე იყო ნარმანია ახლა გამახსენდა და რეფერენსი ქონდა და აი 1000 თუ 10000 სიხეო თუ მილიონი ხეს თუ რაღაცაზე გავდაგა ნარმანია და მე რაღაცა ვთქვი რომ გავამწვანებ ის პოინტს მოკლედ ის პოინტი იყო როგორც ქალაქი რა აღებული და ჩვენ ვიყავით მერობის კანდიდატები და ანუ იდეურად მოკლედ იყო ძალიან ფან რაღაც მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეს საქართველო არის baby რაღაცები არც ისე სახალისოდ გაგრძელდა მე მოკლედ ამ სამეულში გადავედი ეს ჩემი სლოგანი იყო სადღაც ყოველ დღე თუ არა მე მგონი ყოველ მეორე დღე მიწევდა იმაში რა ქვია ის ფონჩი სიარული მაშინ რაღაც მანქანა არ მყავდა დავდიოდი მეტროთი იმიდან ამ საბურთალოდან ვარკეთილამდე ერთი სადღაც საათის გზა იყო მე მგონი თავში ყველაფერი თან მაშინ სამსახურიდან პირდაპირ მივდიოდი და სამსახური ვაჟას ბოლოში იყო და იქ ძალიან დიდხანი მიწევდა მგზავრობა და მე მგონი მაშინ იყო რომ კიდევ უფრო აქტიურად აუდიო წიგნებს და პოდკასტებს და რაღაცებს შევაჩვიე ბევრი დრო მქონდა გზაში სამსახურშიც რაღაცა შევათანხმა რომ მეთქი აი რაღაც მივიღე ამაში მონაწილეობა და რაღაცა მეხანიზება და მინდა რომ და იქნებ რაღაცა დროის ამბავშიც ხელი შევიწყოთ და იქაც მოკლედ ხელს მიწყობდნენ იმიტომ რომ ხანდახან რაღაც სამშაო საათებში თუ საჭირო იყო და მე ვიყავ ერთ-ერთი კანდიდატი რომელიც თან მუშაობდა და თანავეში მონაწილეობდა დანჯენ ორი კანდიდატი ერთი იყო ანუ არავითარი კრიტიკა უბრალოდ ანუ დედა იყო რომელიც იმ მომენტში არ მუშაობდა და ეს იყო რა ქვია სახში იჯდა რა ფაქტიურად ესე რომ ვთქვათ და მეორე კიდე იყო მსახიობი იყო ეს ბიჭი ну, რამდენად შემდგარი ეგ არ ვიცი, მართლა ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმას სხვა მოტივები ქონდა რა და ერთ-ერთი მე ვიყავი, რომელიც აი რა მინდოდა საერთოდ იქ ცოტა გაუგებარი იყო რა. იმიტომ რომ ისე მუშაობდი, პლუს ეს თავის ტკივილი ავიკიდე და მე მახსოვს რომ ამ ერთ-ერთი მონაწილის დედა მეუბნებოდა
მე ანუ ამ გოგოსთან დავმეგობრდით და ეხაც Facebook-ზე ყავს და კონტაქტობთ და ეს არ მიხვდეთ რომ კონკურენტები ვიყავით მანამდე და ეს გქონდა ბიფი გქონდა თან მისი ის კამპანია ცოტა ის იყო ჩემ ფემინისტურ სულს არ შეესაბამებოდა და ამიტომ უფრო დაპირისპირებული ვიყავით მაგარი ხო და იმ ბიჭზე ხა ან ჩვენი პოდკასტის გაფუჭება არ მინდა რაღაცა ჭორებით მაგრამ მოკლედ ნუ ვისაც სურვილი აქვს მე ალბათ შეუძლია ან დასერჩოს ან მომწერეთ და მოგიყვებით და ქონდა საკმაოდ კონტროვერსიული წარსულში რაღაცა ისტორიები რომლებიც მე ჩემამდე მოვიდა იმიტომ რომ ჩვენს კურსელს ქონდა მისი ახლობლების ოჯახს ქონდა ეს კონფლიქტი ამ ბიჭთან და მიუხედავად იმისა რომ ხა ადამიანების სოციუმში რეაბილიტაციას ძალიან ვემხრობი და არავის რაღაცა წარსული შეცდომების გამო მოკვეთა საზოგადოებიდან არ არის ჩემი აზრით სწორი რაღაცები არის რის შედეგადაც უბრალოდ ცოტა უხერხულია მოკლედ რა რომ მე ყველა ბილბორდზე შენი სახე არის გამოკრული და იმ ადამიანებს ვისთანაც ასევე შეეხო ეს რაც შენს წარსულში მოხდა იმ ადამიანებს ცოტა ამ კივილს და იმ რა ქვია ასე რომ ჭრილობებს უხსნის კიდე ხელახლა რა და ალბათ რაღაცნაირად მაგის შეგნება თვითონ იმ ადამიანსაც უნდა გქონდეს რომ ცოტა არაეთიკურია მაგრამ ნუ მაგაზე მოკლედ არ ვისაუბრებ და ცოტა უფრო ფან ნაწილებზე და ჩემს მენტალურ პრობლემებზე კონცენტრირდები რომლებიც ამ იმის კამპანიის შედეგად ავიკიდე ხო და მოკლედ თავიდან ფანი იყო ძალიან იმიტომ რომ ეს რაღაცა ყველას თავისი პროგრამა რო ქონდა და რაღაცებზე საუბრობდნენ ეს მე დაგასვენებთ მე მახსოვს რომ ინტერვიუებს და რაღაცებს ვაკეთებდით პატარა იმებს რა ქვია ვიდეოებს ჩემ შესახებ კედით ჩემი პირველი ძაღლი მაშინ მონაწილეობდა ამ ერთ-ერთ ვიდეოში ორივე ტანწეწეტა და ტანკენარი ვართ იპოდრომზე გადაღებული რაღაც ვიდეო ცალკე პეიჯი იყო რომელიც ვთხოვე რომ დაეტოვებინათ ჩემი მმართველობის ქვეშ იმიტომ რომ ეს ვიდეოები და რაღაცები იყო და ძალიან კარგად მახსენდებოდა და ეს იყო რა რაღაცა ძალიან სახალხო იყო თან მაშინ ჯერ კიდე აქტუალური იყო რაღაცა ეს ინტერნეტში ხმის მიცემები და მე როგორც ინტერნეტ მომხმარებელი და ინტერნეტში სოციალურად აქტიური ადამიანი ალბათ მაგ კუთხით ვიყავი არჩეული რომ ეს მილენიალები და ცოტა ნერდი ტექ ხალხი დაინტერესებულიყვნენ ამით და მახსოვს რომ ჩემი ერთ-ერთი მიღწევა იყო რომ ესეთი პეიჯი არის ესენი კაპიტალისტური მიმები, ბუნდოვანი კაპიტალისტური მიმები რაღაცა ზუსტად აღარ მახსოვს. ძალიან სასწაულ პეიჯია რაღაც კაპიტალისტურ მომენტებს დაცინის ხოლმე და იქ აღმოჩნდი და ესეთი იყო starter pack-ი იყო ახალგაზრდა სოციალურ მედია მენეჯერის starter pack და იქ რაღაცები და ჩემი ფოტო იყო ინტერნეტ ხმას მაძლევდნენ და მაშინ სოციალმედიაში ვინც კი იყო ჩართული და იმ პერიოდში ვინც რაღაცნაირად ეს სფერო განავითარა ყველა თითქოს ჩვენი სამეგობრო და სანაცნობო წრე იყო და ძალიან მასაპორტებდნენ რა და ძალიან სასაცილო იყო მოკლედ ეგ მახსოვს კარგად დამამახსოვრდა ხო და ყველაზე ტრამვული მოკლედ რაც იყო რასაც არ ველოდი ის თუ რამდენ ენერგიას მოითხოვდა თურმე ადამიანებთან კონტაქტი. იმიტომ რომ საერთო ჯამში ანუ მართლა როგორც პოლიტიკური კანდიდატს მიწევდა ხალხში გასვლა და მაშინ ეს ისე რა ქვია კამპანია ემთხოვდა 26 მაშინდელი 26 მაისს კარგად დროშიც კარგად დაემთხვა. და აღლუმი როცა ტარდებოდა და ეს 26 მაისის ესა რუსთაველზე იქ ვიყავი რაღაც აქტივობები გქონდა მოფიქრებული ხალხთან ესე დავდიოდი ხმა მომეცით და რაღაცები და მეყვირა და ეს ძალიან არ შემილია რა ანუ მე შემიძლია რომ ესე უბრალოდ ჩემი თავი წარმოგიდგინო და შენ მე თუ გინდა ანუ დაალაიქებ და მომისმენ და ასე ჩვენ იმას პოდკასტს როგორც ვაკეთებთ რა და იქ აი ეს ხო ხდები ხმა მომეცით აბა ეხლა ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის და ჩემთვისაც კი კომფორტის ზონიდან აი სრული
გასვლა კი არა ეს აი რომ გადაგაგდებენ ხო ისე პირდაპირ ცურვა რო არიცი და აი ეს რაღაც სრულიად უცხო ხალხს რუსთაველზე აღლუმის დროს უნდა მევლო და ამე ახლა ის პოინტის მერობაში მომეცი ხმაი და ძალიან უხერხული იყო და მახსოვს რომ ძალიან დავისტრესე მაგით იმიტომ რომ რაღაცნაირ პრომოგოგოს ანუ ოღონდ მოულოდნენ პრომოგოგობასაც ძალიან დიდი ის სჭირდება რა ქვია მენტალური მომზადება, საერთოდ არ ვიყავ მომზადებული, თან მით უმეტეს ჩემ თავზე რომ უნდა ესე ვატენო ხალხს, რომ მე მომეცი ხმა, ანუ ჩემი მეგობარი შენზე რო ყოფილიყო, არანაირი პრობლემა არ მექნებოდა, მთელ რუსთაველს მოვივლიდი, რომ აი ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი ბარბარა და რაღაცა და აი მე რომ უნდა ვიარო და დაბალაიქე. ხმა მომეცი ო, და არა, ეგ ძალიან უხერხულია მართლა. ხო, ანუ ძალიან ის იყო რა. რაღაცნაირად მოგებ ჩემ ბუნებაში არ იჯდა და შემაწუხა მაგ ფაქტმა და ყველაზე მეტად მოკლედ შოკის მომგვრელი იყო თვითონ ანუ ჯერ ეს წინასაარჩევნო პროცესი ხო გრძელდებოდა და ეს კამპანიები იყო და რაღაცეები და ნუ ეგ ნაწილობრივ ფანიც იყო იქ გადაღებები იყო მაშინ მახსოვს რომ იმაზე ეს ცალბორბიან სეგვეი ქვია მე მგონი ის რო არის ესე რომ დგახარე და დადიხ ბორბალი რო ბორბალი რო და ესე რომ დადიხარ და არ ვიცოდი მაგის ტარება და რაღაც სცენარში იყო მოკლედ ჩაწერილი რომ ეგ უნდა მეტარებინა და იმავე დღეს ანუ თან ამის ტარება ვისწავლე და თან ვიდეო გადავიღე მეთქი ვაუ მერილ სტრიპ გაიციე ნაინო არის რიქში და ეს იყო მოკლედ ეგ რაღაცა ძაღლები ეს ძაღლიც რომ ყავდა მაშინ უკვე ძაღლებიც ჩემი იმის ნაწილი იყო რომ რაღაცა უფრო pet friendly გამხდარიყო ის პოინტი და რაღაცა და მოკლედ ძალიან სახალისო იყო მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად მერე დადგა არჩევნების დრო და აღარ მახსოვს რაღაცა პერიოდი იყო მოკლედ როცა ხმის მიცემა შეიძლებოდა და ისე იყო აწყობილი რომ ონლაინ შეგეძლო ხმის მიცემა და მე ფიზიკურად მიცემული ხმა რაღაც სამ ხმას უდრიდა თუ რაღაცა და რა თქმა უნდა ეგ იმის ნაწილი იყო რომ ხალხი ის პოინტში მიეზიდათ იმიტომ რომ მოდი არავის დასაბალე არა რომ ტრაქში არის ხა ვარკეთილი და ის პოინტი და ყველა იქ არავის ანუ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან მოსახერხებელია და ახლოა მაგრამ სხვა ადამიანებისთვის ეს სპეციალურად იქ მისვლა არ არის თქვათ მოსახერხებელი თან ახალი გახსნილი რო იყო მაინც უფრო მეტად ჰაიპი და ყურადღების მიქცევაც ჭირდებოდა და ამიტომ უკვე ადგილზე მიცემული ხმები ძალიან დიდ პროცენტით მეშვებოდა იგებდა და დაიწყო აი მანდ დაიწყო საერთოდ ჩემი ჯოჯოხეთი იმიტომ რომ საერთოდ არ ველოდი ეგეთ განვითარებას მოვლენებს. ანუ მანამდე თუ ვიდეოებს ვიღებდით, იქნებ ჩემი მეგობრები მოდიოდნენ, პლაკატებს ხატავდით ერთად, რაღაცა ფოტოებს ვიღებდით და ხალისობდით და ვაზიარებდით და ტროლაობდით, იმიტომ რომ ეგ თაობა ვარ და ინტერნეტში გაზრდილი და სასაცილო იყო. ეს უცბად გადაიქცა რაღაცა ნამდვილ არჩევნებად და მანდ პირველად მივხვდი რამდენად ქართველებისთვის მნიშვნელოვანი პროცესი არის, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესის გარდა აი რაღაცნაირი მოკლედ საშინელი პერიოდი არის რა და თან მეორე მხარეს როცა ხარ ვინც ამ ხმების მოპოვებაზე უნდა იზრუნო საერთოდ სიგიჟეა. ისე დასრულდა რომ მოკლედ ერთ-ერთი დასრულდა და გაგრძელდა რომ ერთ-ერთი ეს კანდიდატი ამ სამიდან აღმოჩნდა რომ მისი მთელი სამეგობრო იყო ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. და აი გაწვრთნილები არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. და მეორე კანდიდატის სამეგობრო უფრო ის ჩემზე უფროსიც არის ასაკობრივად და იმას უფრო ესეთი შეძლებული რაღაცნაირ სამეგობრო ყავდა უკვე დაღვინებული თავისი მანქანებით მოდიოდნენ მეგობრებიც მოყავდათ რაღაც ოჯახებით მოდიოდნენ საშოპინგოდ მაშინ მით უმეტეს ჩემს სამეგობროს საერთოდ არავის ოჯახები არ ყავდა და ისიც შოპინგის შესაძლებლობებს ყიდველობით უნარიანობაც მეტი ქონდათ და ის იყო. და მოკლედ ამ სეტაპში მე რაღაცნაირად აღმოჩნდი გვერდზე, რომ ეს ერთი ნერდი ბავშვი და ეს ორი ტიტანების შერკინება, სადაც მოკლედ
ავტობუსებით, აი მაგალითად იმ ახალგაზრდულ ფრთას ავტობუსებით ჩამოყავდათ ხალხი ხმის მისაცემად ის პოინტში. და მე და დედაჩემ მახსოვს რომ ესე სკამზე ვიჯექთ გარეთ ამ ადგილზე პრომოს და ხმის მიცემის პერიოდში. და ეს მე და ლიოს ხედავ და ეს მე ვუყურებ ეს ხალხი გაგიხდა. ანუ რა ხდება? მოლის არჩევნები არის რა, ანუ რა ის ავტობუსებით ვიღაცების მოყვანა, რა საგიჟეთი არის ეგ. დედაჩემს რაღაცას მასაპორტებდა, ეხა ბიძაჩემი იქით ქუთაისში მახსოვს რომ ის იყო რა ქვია ძალიან ჩართული იყო და ვიღაცებს თხოვდა რომ ჩემთვის ონლაინ ხმა მიეცათ და რომ აი რაღაცებს ყველა ძალიან ჩართულები იყვნენ და მაგ მხრივად ცოტა უხერხულობს გზობდი თავს რომ პროცესში რომ ძალიან დავისტრესე, მეთქი რაღაცა, ანუ მე მახსოვს რაღაცა ვიღაცა მეორე დაანებე თავი და რაღაცა, მაგრამ მივხვდი რომ რაღაცა ხალხი ჩემზე იმედებს ამყარებდა რა, რომ უნდათ რომ გამიმარჯვა და აი მანდ მივხვდი მოკლედ რა შეიძლება გადიოდეს არ მეცოდებიან პოლიტიკოსები, იმიტომ რომ დასრული და შემდგარი ხალხია და უნდა მაგის მენეჯმენტით ცალკე შეეძლოთ, მაგრამ ადამიანური კუთხით მივხვდი რომ რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა ვიღაცებს შენ იმედი აქვს და შენ ამ დროს გენძრევა მენტალურად, ემოციურად და ყველანაირად გამოფიტული ხარ და მაინც ბოლომდე უნდა მიიყვანო რაღაც რა. და რაღაც დედაჩემ მახსოვს რომ სადარბაზოებში მაშინ თბილისში იყო ჯერ კიდე და სადარბაზოებში აკრავდა ჩემს პოსტერებს და რაღაცა და ძალიან ის იყო რა. ეს უცბად მე რომ მეთქვა რომ ეხა всё მე აღარ მინდა ამის კეთება, ცოტა არ გამომდიოდა მოკლედ. მაგრამ აღმოჩნდა რომ მორალურად საერთოდ არ ვიყავ გზად მთელი ამ ქაოსისთვის და განსაკუთრებით მერე, ანუ გარდა ამ ავტობუსებით ხალხის მოყვანისა, მერე მახსოვს რომ ეს ხმებს რო აძლევდნენ ერთად მოვხვდით ამ ტრიალა კარში რა ამასთან და ვიღაცა ბაბუკაცი იყო რა და შვილიშვილს ერთად გამოდიოდა და ესე ავტობუსით ჩამოყვანილი და ხო და ის პოინტში გვეყოლება ჩვენი კაცი. ანუ შეიძლება თბილისშიც არ ცხოვრობდე და მით უმეტეს ვარკეთილში თუ არ ცხოვრობ, არაფერში არ გარგია ის პონჩი ჩემი კაცი ყავდა რა ადგინ. ანუ ეგეთი მიდგომა გქონდა ამ არჩევნების მიმართ რა, ზოგადად რომ ადამიანები მოკლედ ხმას, აი მან დავინახე რისთვის და როგორ და რანაირად აძლევდნენ ხმას და ნუ მაგის მერე ძალიან ბევრი წყალმა ჩაიარა და იხლანდელი არჩევნები როგორც მივიღეთ მონაწილეობა დარწმუნებული რომ გაცილებით რა კაი აღამთან იმის მერობის ის პოინტს რო ადარებ და ჩვენ ქვეყნის მედის გადამწყვეტ არჩევნებთან რო პარალელს ვავლებ, მაგრამ მართლა ერთი და იგივე ხალხი იყო რა, ახალგაზრდული ფრთა ქართული ოცნების ავტობუსები ანუ იმისთვის ეცალათ რომ რაღაცა სულელური გასართობი იმის კამპანიის ფარგლებში ხმა მიეცათ, ანუ ეს ის იყო რომ აი ჩვენი უნდა გავიტანოთ რა, ჩვენი კაცი უნდა ყავდეს ის პოინტში. და მერე თან ამ ყველაფერთან ერთად გარდა ხმის მიცემისა ისეთ სიმახინჯედ იქცა რომ ერთმანეთის მხარდამჭერების შორის იყო კონფლიქტი და აი ონლაინ ერთმანეთის ლანძღვა და მე მახსოვს რომ იქ რაღაცა მანდილებს ვაგდებდი რომ ხალხნო განა შეიძლება ესე რომ რა გჭირთ ეს ხომ მოლის არჩევნებია და იქ რაღაცა რომ შემახინჯო ბოტოქსი ანუ აი ეგეთი ლეველის ერთმანეთის ლანძღვა და თათხვა რაღაც იქვე ეს იყო რა ქვია ერთ-ერთი მეგობარი ამ მოწინააღმდეგე ბანაკის ძალიან ისეთი გაპრანჭული გოგო იყო რა და ნუ ეთყობოდა რომ ფილერი და რაღაცა ქონდა გაკეთებული ახლა რა მისი არჩევანია ხო და აუ იცი როგორ შეურაცხყოფებს აყენებდნენ ახლა იმედია რავი არ უსმენთ ჩვენ პოდკასტს და არ განვაახლებ ტკივილებს და იმედი მაქვს რომ თავის ფსიქოლოგთან დალაპარაკებ იქნება მან აი ხო ხტები რა სიბინძურებს დაუწერდნენ და ლაპარაკობდნენ და ლაივშიც კი ხდებოდა ეგ რა ადგილზე აი ეს შეხლა შემოხლა და მე აი როგორც იცი ხალხის გამოჭერა იდგნენ ანუ შეთანხმებული რაღაცებზე ვიყავით შეთანხმებული გრაუნდ რულებზე რის აი როგორც არჩევნები არ უნდა გაყალბდეს რომ ვითომ შევთანხმდით და ჩემფեղები ისევე აქვაც ვიყავით რაღაცებზე შეთანხმებული რომ მაგალითად რაღაცა ანუ ხალხ თვითონ და მივიდეს და მიცეს არჩევნები არ უნდა მიიყვანო და ახაძინო და ჩვეულებრივად აი მე დავინახე როგორ ყალბდება საქართველოს არჩევნები. პატარა მოდელი იყო და მაგის მერე ძალიან მახსოვს რომ დიდხანს ვიყავი
ემოციურად ძალიან ძიმედ, იმიტომ რომ ხო ვითომ არაფერი და აი მერობა და გართობა და ის რა ქვია მოლის არჩევნები და რაღაც აი რაისის ხო, მაგრამ დავინახე პატარა მოდელი იმისა, როგორ მუშაობს საქართველოში აი ყველაფერი. და მაშინ მახსოვს რომ ძალიან მან რაღაცა უიმედობამ და სასოწარკვეთამ შემეყო რომ აი ამაზე თუ აი მოლის არჩევნებზე თუ ეს ამბავი ხდება, ანუ რეალურ პოლიტიკაში მაშინ ესე იგი რა ხდება და ყველას დაძრეული გვაქვს. ანუ მოკლედ ძალიან დიდხანს პრიზი რა იყო შემახსენე რა. ერთი წელი მე მგონი მერი იყავი და რაღაცა ხელფასი გენიშნებოდა. 2000 ლარი. ხო, რაღაცა მაგეთ. რაღაცა იმ დროისთვის ბევრი რო იყო. ხო. აი ესეთი ისინი მაქვს მოგონებები. ეხლა გამახსენდა ხო იქ ყველაფერი რომ მოყევი მე მარტო ბილბორდები და პოსტერები და ნაინომერა და ჰაშტაგები მახსოვდა. ძალიან, ანუ არა და აი ეგ ყველაფერი რო არ ყოფილიყო ეგრე და მათაც მე ანუ ძაზასწორს იყო რომ იმ სააგენტოს ხელმძღვანელმა ვინც ეს კამპანია გააკეთა მე იმ ისეთ სიმახინჯეში გადაიზარდა ეს კონფლიქტი რომ დაგვიბარა მახსოვს აი ქურდებთან საქმის გასარჩევად რომ ზროსლებთან რომ დაგვიბარეს ოფისში და მე უბრალოდ იქ მოწმეს ავდიდე ვიჟექი და რაღაცა რომ აი ნაინოსთან არაფერი პროტეზი არ გვაქვს მაგრამ აქ იყოს იმიტომ რომ მონაწილეა ყოველთვის მაგრამ რა ჭითხალხნო და ის იყო რა ქვია სერიოზული გარჩევები იყო, რომ აი 100 აღარ მოვიქცეთ და მე აი ძალიან ეს ვიყავი გულდაწყვეტილი, რომ ეს რაღაცა რაც ძალიან ფან უნდა ყოფილიყო და ყველა გავრთობილიყავით, გადაიზარდა ამ ყველაფერი და ბოლოს მახსოვს რომ ძალიან ამოვისუნთქე, როცა მე არ ვიყავი გამარჯვებული და საკმაოდ თან დიდი წინსწრებით გაიმარჯვა ვინც გახდა ბოლოს მერი იმიტომ რომ ადგილზე ეს ხმები რომ ბევრი ითვლებოდა ხა ჩემი მეგობრები ეგეთი საკმაოდ არ იყვნენ რომ ყოველდღე ის პოეტ შეეულო და შოპინგა და პლუს ის არა ხმა მოეცა ბოდიში და ძალიან ვაფასებდი ამას და თან ვერც დავაძალებდი ვერავის მაგ ყველაფერს ხო და ეს აი ესეთი უცნაური გამოცდილება იყო, მაგრამ ღირდა მაინც. დავსევდიანდი. ხო, ბოლოს ანუ მე მოკლედ აი ბევრი რაღაცები რომ დაგროვდა, მე მაგიტო საერთო ჯამში გადავწყვიტე რომ თერაპიაზე ვისულყო, რომ ამ ყველაფერზე მესაუბრა, რომ ეს სიმძიმე მომეშორებინა. მადლობა ის point საბოლოო ჯამში. თერაპიაზე. ხო. კი, თერაპიის გზას დამაყენა. ყველაზე ბილბორდი რო ახსენე, ხა მაგაზე გამახსენდა, რომ ძალიან სასაცილო იყო ჩემს სახლთან. იყო ბილბორდი ჩემს სახით გამოკრული და მახსოვს რომ ჩემ მეზობლებს ეგონათ რომ ჩვენ ფული გადავიხადეთ ოჯახმა. იმისთვის რომ ამ ბილბორდი ჩამოყიდებულიყო და ეთქი აი ხო რაღაც 3000 ლარი თოში ეგ ბილბორდები გარე ისი რეკლამის და აი მაგაში დავხარჯეთ ახლა ფული. ძაზაზო იყო. ხო შენ რები გახსოვს მაგ დროიდან? ეგ მახსოვს, ეგ 26 მაისის ამბავი გამახსენდა, იმიტომ რომ ვიყავით მოსულები. რაღაცა პატარა დროშუკებიც იყო, მე მგონი შენი მწვანე იყო შენიფერი, არ ვიცი სხვა ფერები ჰქონდა მწვანე. კი. მწვანე და ნაინომერა და ჰეშტეგი მახსოვს. და პოსტერები მეც გავაკარი რაღაცა ჩემ სადარბაზოში მე მგონი მახსოვს რომ რაღაცები გავაკეთეთ და ნუ ინტერნეტში ყოველ დღე რომ ამ ნაინომერადს პოსტავდით ყველგან. ისინი მაგ შეხო შედახული რეალური პოსტერები. ხო, კაი, ბილბორდები მახსოვს. ეს ხო შენი ინტერვიუები და რაღაცებიც მახსოვს. მოკლედ მე მარტო ეს სახალის მონაწილე მახსოვს რეალურად. რასაც ხედავდი და მაგრამ ახლა გამახსენდა ხო რომ მოყევი გამახსენდა ეგ პერიოდი. რამდენი ერთი კვირა გაგრძელდა ხო? თუ რამდენი გაგრძელდა? მე მგონი სადღაც ეგრე კი. მაგრამ ნუ ეგ კულმინაცია იყო, იმიტომ რომ მანამდეც ეს ბილდაპი იყო მთელი ამ ისი და მან აი ხო და იმ რაში დამეხმარა იცი რომ რაღაცებს გააზრებაში რომ თურმე
იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე რომ ეს აქტიური ადამიანი ვარ და რა თქმა უნდა რაღაცა სულ გიფიქრია იმაზე რომ რაღაც პოპულარობა გინდა თუ არა და რაღაცა და მაგ ყველაფერი ექსპერიენსიდან მივხვდი რამდენად ბევრ ძალისხმევას მოითხოვს და რომ თუნდაც სულ არ მაინტერესებს ეგ ნაწილი და რამდენად უნდა ხალხს თავი აწონო რაღაცა შეეტენო ფაქტიურად თუ რა ვიცი მე რა ქნა რა იმათ ხოვროს ავიცი ხო და დროს საერთოდ არ არის ეგ ჩემი ინტერესი და თან ახლა გააჩნია ალბათ ახლა რა იმას ფლობ ახლა მომღერალი რო ვიყო ალბათ გუნებდა რაღაც კარგად უმღეროდე ნუ საქართველოს მანდე გარეთლება მაგრამ რაღაცა რო კონდეს ეგეთი ნიჭი რა რაც პოპულარობას ეგრევე გაძლევს იმითი ახლა შენ კონტროლის ქვეშ თლათ არ არის თუმცა რა თქმა უნდა მანდაც სადღაც უნდა ატენო შენი თავი რა ხო და მან მივხვდი რომ აი მაგის ძალისხმევის თავიც კი არ არის ჩემი ინტერესი და არ მინდა და აი ამდენ უცხო ადამიანთან ამდენი კონტაქტი ჩემთვისაც კი ძალიან ის იყო გადამღალა რა და თურმე სულ არ მინდოდა მერე კიდე იმაზეც იყო რომ ზოგადად რა რისკეთება გინდა რაღაცები როგორ წარმოგიდგენია ეს პოლიტიკის პატარა მოდელიც რო წარმოვიდგინე და თურმე რა უკანა რა ხდება რაღაც მოკლედ აი ამ თითქოს გასართობ ეტაპისგან ცხოვრების დიდი გამოცდილება მაინც წამოვიღე რაღაცნაირად რა იმიტომ რომ ამხელა ემოციურ სტრესი რო განვიცადე ალბათ ბუნებრივი იყო რომ მაგან ეგ მაინც მომიტანა რომ ეგ სტატოვა რაღაცაების გააზრება რა ამიტომ საერთოდ რა თქმა უნდა ის არ ვარ უკმაყოფილო რომ ეგ გამოვიარე მაგრამ ალბათ შემზადებული უფრო სხვანაირად რომ ყოფილიყო ნაკლებად შეიძლება სტრესული ყოფილიყო მაგრამ ხაი ბებია ჩემს რო გქონოდა იმისი არ იყოს ქართული გამოთქმის ეხლა რა არის მაგრამ შემიძლია რა მინიმუმ შემიძლია ამაზე ვისაუბრო ძალიან დიდხანს ყოველთვის ვფიქრობდი რომ ამაზე რაღაცნაირად დალაგებულად მელაპარაკა და მე სულ მავიწყებოდა ხა ახალი მომხდარი რო იყო მით უმეტეს ისაც არ მინდოდა გამძაფრება ამ ყველაფრის და იმიტომ რომ ხა ვინც მონაწილეობდა და სააგენტოც თვითონ ის პოინტის იმასაც რა ქვია მარკეტინგს და რაღაცას ვიცნობ კარგად და კარგი ურთიერთობა მაქვს არ მიღირდა რომ ეს წარმომეწია ეს თემა და ამაზე რაღაცა მეწუწუნა რა და დარწმუნებული თან თვითონაც ახლა არ წარმოედგინათ რომ ახლა ესეთი სტრესული და რაღაცნაირი გარემო იყო არავის მიზანი ეგ არ იყო რომ ეგეთი გარემო შეექმნა მაგრამ საერთოდ ჯამში სამწუხაროდ ეს ჩვენ თვითონ ადამიანებმა შევქმენით არაფრისგან ეს რაღაც სტრესი როცა უნდა ყოფილიყო ხან როგორც ყველაფერი დანარჩენი ცხოვრებაში. ხო, რაღაცებს ყველა სტრესი ადამიანების შექმნილია ძირითადად. აი რაღაცებს ყველაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებ, ვიდრე საჭიროა რომ მიენიჭოს რა რაღაც ალბათ ეგ ის არის მომენტი. ხო და ესეთი იყო ჩემი ისა რა ქვია walk down the memory lane of ეგ დრო. მადლობა გაზიარებისთვის. თან ძალიან უცნაური რაღაც თემიდან რო გადავედით. მარშიდან და მარკეტილიდან რო გადავიდეთ. არა, ეგრე დატრიგერდა რაღაცა. ძალიან საინტერესო იყო ნაინო. ხომ არ დავასრულოთ ჩვენი პოდკასტი. დავასრულოთ რომ 5 წუთში 10 წუთში უნდა წავიდე მაქსიმუმ. კი, დავასრულოთ და მსმენელებს მინდა შევახსენო, გახსოვთ თუ არა ეგ პერიოდი, რეები გახსოვთ იქიდან კიდევ რაღაცა გამახსენდა, იქ რაღაცა ბარი იყო ჩვენი მეგობრების იქ ჩემი ის იყო რა ქვია საარჩევნო შეხვედრები და რაღაცაები და ალბათ ბევრს ემახსოვრება და თქვენ რეები გახსოვთ საინტერესო და მე ვეცდები რომ რაღაცა ვიპოვა და ვიდეო ნაწილში ჩავსვა პოსტერები პოსტერები მაინც და ვიდეოები იპოვე რა ვიდეოებს ხო შეიძლება რა ვიპოვე ჩემო მეგობრებმა ჩაწერეს გიხაროდენის ის ვერსია რა ქვია ჩემი ვერსია რა გადააკეთეს ტექსტი და ამას წინ გავაზიარე ზუსტად რაღაცაზე გამახსენდა და იქნებ მონაკვეთი მაინც ჩავსვა არ ვიცი შევხედავ რისი შესაძლებლობა აქვს მონტაჟის მხრივ და ვეცდები რომ რაღაცა იმას კარგია ეგეც გაჩვენოთ და ინტერვიუები აი პეიჯი აღარ მახსოვს არსებობს თუ არა ამიტომ არ ვიცი
page-ზე რაც იგო რამდენად ეს არის ცოცხალი და შევხედა. მაგრამ თქვენ მაინც ვისაც გახსოვთ, ვინც გაკვირვებული იქნებით რომ მე ვიყავი ეგ ადამიანი და მიახლოვებით ის თვითონ ის კამპანია გახსოვთ დაწერეთ, მოკლედ ძალიან მაინტერესებს თქვენი გამოხმაურებები. ასევე ვიდეო კომენტარებს ისევ შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გამოგიგზავნოთ უბრალოდ აუდიო კომენტარები 1 წუთამდე ჩვენ მეილზე, ბოლოში იქნება დართული და გაგვიხარდება თუ გამოგვეხმაურებით და ასევე რა ვიცი, გამოგვიწერეთ, გააზიარეთ, მეგობრებს გაუზიარეთ, გვეხმარება რომ უფრო ენთუზიაზმი შევინარჩუნოთ და მეტ ადამიანს მივწვდეთ. YouTube-ზეც აქაც გავიმეორებ, რომ ვიღაცები გუყურებთ და გამოწერილი რეკორდ და გამოგვიწერეთ, რომ გაგინახოთ და ჩვენი კონტენტიც უფრო მალე მიიღოთ. მადლობა, კარგად. მადლობა, კარგად. ფანტანი, დივანი, საწოლი, ბალიშის კვერი და განტვირთვა და ლებოვსკი ჩამოვიდა, დავიწყოთ, გიხაროზე. ეს არჩევნებიც მიდის სწავლდება ნაი ნომერი საქმით გავდება დასვენება და გადამწვანება ჩვენი ფილტვების გადასარჩენა კიდევაცჯერ დასვენება და გადამწვანება ჩვენი ფილტვების გადასარჩენა გიხაროდე რაინო რომ დაგვასვენა ხოლო ჩვენი სიყვარული ხოლო ჩვენი ერთგულები ფისტოინი გადარჩენა გიხაროდე ატმოსფერი გადადევნა ძიგვი ცხოვრების მერად მისი გამარჯვების ამავრენა